განვითარებულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებული must-carry-ის კანონი მოქმედებს, რომელიც საკაბელო ტელევიზიებს ადგილობრივი მაუწყებლების ჩართვას ავალდებულებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პარლამენტში რეგიონულ მაუწყებელთა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით წერილია შესული, რათა იგივე კანონი საქართველოშიც ამოქმედდეს. მთავარ პრობლემას წარმოადგენს კანონის არარსებობა, საკანონმდებლო ვაკუუმია. ამ მხრივ საქართველოში, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს must-carry-ის სახელით ცნობილი კანონი, რომელიც მარტივად აგვარებს ამ პრობლემას და ავალდებულებს საკაბელო ქსელებს თავის ტერიტორიაზე ტრანსლირებული ლიცენზირებული ტელეარხები ჩართოს საკაბელო ქსელში და საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა ამ კანონის მიღება. საკაბელო ტელევიზია ერამ ტელეარხი 25 ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე გამორთო. საკაბელო ტელევიზიის მომხმარებლები ტელეარხი 25-ის გადაცემებს 3 დღის განმავლობაში ვეღარ უყურებდნენ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობდნენ. ტექნიკური პერსონალის განმარტებით არხის ქსელიდან გამორთვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა როცა ტელეარხი 25-ის დამფუძნებელმა ერას ინჟინერს სავარაუდო დაზიანების აღმოფხრაში ჩვენი ინჟინრის დახმარება შესთავაზა, მისგან უარი მიიღო. საბოქალოკო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით ტელეარხი 25 საკაბელო ქსელიდან მიზან მიმართულად გამოირთო და ამის მიზეზად 26 მაისის აქციის ამსახველი კადრები დაასახელეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მედია საშუალებებმა ერას ხელმძღვანელობას წერილით მიმართეს და 25 არხის ჩართვა მოითხოვეს. ეს საკაბელო ტელევიზია ახდენს სხვადასხვა რაღაც ღონისძიების გატარებას და თიშავს რეიტინგულს ტელეკომპანიას, რომელიც ერთადერთი იყო აჭარაში, რომელიც ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და კერძო თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ამის შემდეგ სხვადასხვა მიზეზების დასახელებით რომ აპარატურა გაფუჭდა და ეგ. მაშინ იმდენი ვაჟკაცობაც უნდა ყოფნიდეს ამ საკაბელო ტელევიზიის ხელმძღვანელებს და თქვას რომ იცით რა, მე ამ ადამიანების მითითებით გავთიშეთ ტელე 25. ბოლო დღეების განმავლობაში, ანუ 26 მაისის აქციის დარბევას გულისხმობის შემდეგ, იმან გამოიწვია ამ არხის გათიშვა. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის სადღაც სხვაგან მიღებული გადაწყვეტილება, რომ 25 არხს ვერ უნდა უყუროს ხალხმა ამ დღეებში მაინც. საკაბელო ქსელში ჩართვას მოითხოვენ ტელეარხი 25-ის მაყურებლები და არხს მხარდაჭერას უცხადებენ. გუშინ გამოითიშა მისა და ვეღარ უყურეთ. დღეს კიდე მთელი დღე ვცდილობთ რომ გაგვეკო ინფორმაცია და გამორთული იყო. გვაინტერესებს ძალიან რომ რა იქნება. კი, როგორ არა დედა უყურებთ და გვინდა რომ უყურო. გინდათ რომ ჩაერთოთ საკაბელო. აუცილებლად. ხო, გვინდა კი დედა, აბა რა. ვართ 25 არხის მაყურებელი, ძალიან მოგწონს, ძალიან კარგია ყველაფერნაირად და გვინდა რომ ჩაერთოს. თუ ჩვენზეა რამე დამოკიდებული, გადასახადია თუ რაც ხარ, არც იმიზარდები ხები თუ კანკი. ნამდვილად მინდა და ჩაერთოს მინდა. აი, თქვენ გააქვთ საკაბელო? კი, გამოიწვია თქვენთან? არ ვიცი, დღეს არ მინახია და საერთოდ ვარ მიმაყურებელი ტელევიზორში. და გინდათ რომ ჩაერთოს? დიახ, მინდა რომ ჩაერთოს. საკაბელო ტელევიზიის ერას ერთ-ერთი დირექტორი სულხან გოგიბერიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა და როგორც თავად აცხადებდა მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მეორე დირექტორი მერაბ მეტრეველი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ტელეარხი 25-ის გათიშვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. საკაბელო ტელევიზიას პასუხი არც იმ წერილზე გაუწია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუგზავნეს.